სახში ატყობ როგორი სიწყნარე რაც ყუდრო არ არის? აუ, კი, ისეთ სიწყნარე არა, ის უკვე პროსი მახსენდება. ეხლა დღეს ჩამოვიდეს, მომენატრა უკვე. კი, სიწყნარე იყო, მაგრამ ძალიან ძვირი დაჭდა სკოლაში. კარგი რა ნიკაო, 7000 ევრო დღეს არაფერი ფული არ არის. ხო, არაფერი, ხო. ყველაზე მეტად იცი რაზე მწყდება გული? რაღაც ცოტა ხანი ვიყავით და ყველაფრის ნახვა ვერ მოვასწარი. თითქოს 2 კვირა არ მეყო. ხო. საცოდაობა არ არის, ეხლა კვიპროსზე იყო და ომონია აპოელის დერბის ვერ დაესწრო. საცოდაობა იცი რა არის? რომ ცოდნოდა რომ კიევში დარჩებოდა ამდენი ხანი, მყუდრო ვიქნებოდი სახლში. არა თქმშიდად და ფულიც შეგვენახებოდა. რა გინდა, სხვაზე გავირუჯეთ, კვიპროსული ეროვნული კერძები გავსინჯეთ, სასტუმროს კაფეში ცალფეხა იტალიელი პორნოვაშკოვიც გავიცანით. აი, ამაზე მაგაშა 7000 ევრო რაში უნდა დაგეხარჯა ვერ ხვდები. ნი. მე ვარ ჟურნალის რედაქტორი. გამომცემელი ვარ დეჟავიუსი, გახსოვს ეგ ამბავი შენ. ჟურნალის რომელსაც მთელი ზაფხული მაშინ როცა ჩვენ ვისვენებდით, ჩემი მეგობრები ამზადებდნენ გამოსაცემად. ბიზნესს ძალიან ბევრი ფული ჭირდება. მე მგონი არ არის გასაკვირი. კარგი ჟურნალი გამოვა? თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჟურნალი დეჟავუ იქნება ახალი სიტყვა ქართულ ჟურნალისტიკაში. შენ თვითონ წარმოიდგინე. დოლჩეს ფოტოები, ნოდარის ინტერვიუები, ლაშას დაკაბადონება და რაც თავარია, ჩემი იდეები. კარგი ჟურნალი იქნება რა. გახდა ნიკა ჟურნალის რედაქტორი და ეხლა ნინის თავში ავარდნებს რა გაუძლებს? აუ, კარგი რა, თავში ავარდნებს რატო დღეს დიდი დაურეკე და კოქტეილსაო მერე გადმომირეკეო ესე მითხრა. არა, ისე ხო, ნუნუკა, რაღაცა შეცვლილია ნინი რა. აი, გამარჯობა, წესიერად ახარ ამბობ. და ეს თავში ავარდნებს ქედმაღლური გადმოხედვები? ვაიმე და მაღლებზე რომ დაიწყო ჩაცმა. და სუტაქსებით რომ დაბრზანდება ქალბატონი? ეს ხვირი ხო ისედაც აწეული ქონდა და ეხლა სულ მაღალზეა კაცაული. რა უარდებოდა თავში? ყოველ დღე ახალი კაბა აცვი, ამშნევ ალბათ, ხო? ვაიმე, რა სუნამოები იყიდა, იცი? ვაიმე, სუნამოები კი არა. ისე უარდა მართლა თავში იმ დღეს ნახევარი ნაყინია, ესე გადააგდო. არა, კვიპროზე რომ დაისვენა. და ის თვალებს როგორ ხუჭავს და მე როგორ ახელს. აი ესე, აი. რა. ჰეკლა. თავში ავარდნაზე ვსაუბრობდით. ხო. ყავს და ლევ. მე კი. შენ უნუკა. მაგას რამე ნოყიერი მოუტანე. არა, დოლჩე რო გამختارიყო უფროსი, მეც ასეთ ხვირა წელს უნდა მევლო. გასამო გოგო, ხო მართლა ყველა ნინისნაირი ხო არ არის. დარწმუნებული ვარ, ცოლად იცი რატო გაყვა წინაწარ გრძნობდა, რომ რამეს მე მიაღწევს აუცილებლად და იმიტომ გაყვა ცოლად. ვაიმე ხო, ნუნუკა, აი ბერვიტან გოგოებს, რომლებიც ბიჭებს ანგარების გამო მიყვებიან რა. ხო, იმიტომაც შენ ხარ ახლა ჩვენთან და არა ნინი. დიახაც. ჩაუცომს ქალბატონს ახალი ძვირიანი ტანსაცმელი და თავი ქალი გონია რა. და თავის იდიოტი ქმარი ვერც კი ხვდება რა ეს იყენებს რა, არც იცის რა ცოლი ყავს. ყველა ქალი ჩვენაირი კი არ არის. ხო, მართალი ხარ, იცი რა, დადე და ახლავე მოვალ კარგი. კარგი საყვარელო, მადარე სიხარულო. აუ, ამისმა ტუალეტებმა ხო შეგვჭამა რა. მე ტუალეტში შესასვლელად დადისა? ხო რა. აი მე ალბათ სახლში ეზოს ბოლოში აქვს ტუალეტი. გამარჯობა.
გნებავთ ფოტოს გადაგიღებთ? ტიტულს. არა მე მომწონს რა მაინც რა ეს პირველი ნომრისთვის ძალიან კარგია რა ძალიან კარგია ძალიან კარგი სათაურები თემები ძალიან კარგი ნუ ეხლა ნუ ფოტოები მართლა ძალიან კარგი მე ერთადერთი გზავრების ინტერვიუებზე წდება გული ეგ ხო დავბეჭდეთ კაცო და მაგიტომ წდება გული უნდა დაგვიწუნოს ახლა ვერ გავიგე. შეხედეთ რა სტამბეჭდავია და მოიცამ. ახლა უფრო ავღელდი. მართლა არ მოეწონოს ნიკას? მოეწონოს. რა ვინ არის თუ არ მოეწონოს მაგას? სიმამრის ფულებით რო გააკეთა აქ ჟურნალი, ახლა უნდა მოვიდეს და ჩემი ნაშრომი უნდა დამიწუნოს. სიმამრის ჩმორიე. ლაშა? გადახვედი ახალ ბინაში? მე სამსახურში ავალ დავხედავ ერთი მოსაქმურებს თუ გააკეთეს რამეს ანავე კვიპროსზე ვისვენებდი. შენ არ მიდიხარ? საერთოდ. მამა შენის ხორცელში. არა. რატო? იმიტომ მამა ჩემს ნაწას მოყვანა თუ უნდა დაცვალოთ, შეეძლო თავიდანვე ეთქვა და გავიგებდი, მაგრამ ეხლა ევროპიდან ახლად ჩამოსულს სიურპრიზი რა დამახვედრა, ნაწყენი ვარ და არ მინდა. სადმე ოდესმე თუ გაგიგია რომ საკუთარი მამის ხორცელში არ მიდიოდეს საკუთარი შვილი. არც მე არ წავალ. გაგიჟდი, შენ უნდა წახვიდე. რატო? მე მაქვს სამსახური. მომისმინე ნიკა, შენ სამსახურის მერე მაინც უნდა წახვიდე აუცილებლად თან, იმიტომ რომ ჟურნალის რედაქტორად მამა ჩემმა დაგნიშნა. ამ ჟურნალის გახსნის ფულით მამა ჩემმა მოგცა და სხვათა შორის ის 7000 ევროც. უი, და სიმამრის ხორცელში არ წასვლა არ შეიძლება, ტეხავს. არ ტეხავს. ნიკა, ეგ საზღვარგარეთ არ ტეხავს, თორე ჩვენ ქართველები ვართ და ჩვენი ტრადიციები გვაქვს. ყველაფერს ხო არ დავივიწყებ. კარგი, რა უთხრა მამა შენს რო არ იქნება შენ? ხარი სასწრაფო საოპერაციო გახდა და ვერ წამოვიდა. ნინი. მაშინ თეკლა გახდა სასწრაფო საოპერაციო და ვერ წამოვიდა თქო. ნინი. მაშინ კომპოტებს და მურაბებს აკეთებს და არც არია თქო. ხო, ესე იგი თეკლა გახდა სასწრაფო საოპერაციო. კარგი. აი ნახავ ახლა ნიკაც გაიჩენს ვიღაც თანამდებობის პირ ძმაკაცებს და იმათ ცოლებთან იმეგობრებს მერე ნინი გენერატორი დიოტი ანგარებიანი ბაგაცია ახალია კლინიკა მიყიდა კვიპროსში გიყიდით არა ენახულება ბატონო არაფერი მე მითხრა რაღაც თეკლა ავა გინდა მოკლედ ნიკა რო დაბრუნდება ყველაფერი უნდა დახვდეს მზად თორემ გაბრაზდება და ყველას გაგვაგდებს სამსახურიდან გაგვაგდებს ის გააგდებს ბიჭო მე გამაგდებს ლაშავალიანს გააგდებს ნიკა კაცი რომელმაც შეიძლება სამსახურიდან გააგდოს ნებისმიერი სიმამრის გამო აბა რა სიზამს გამაგდებს აბა რა არა ნორმალური გამოვიდა მე მგონი არა დოჩე ხო არა ძალიან მაგარია შენ ასე ტყვინო და
ნიკა ძალიან კარგი ბიჭი არაჩვეულებრივი ადამიანი მეგობარი შესანიშნავი მეოჯახეა ნოდარ მე ჟურნალზე გეკითხები ჟურნალზე რა ჟურნალზე ჩვენს ჟურნალზე დეჟავიუზე არა სარკეზე სარკეზე სარკე ხარ ნოდარ დეჟავიუზე გეუბნები ჩვენ ჟურნალ დეჟავიუზე აბა სარკეზეო ლაშა მიშველე რა ტელეფონი გირეკავს ნომერი რაცა მე არ მირეკავს არც მე ნახიამაც მე არ მირეკავს და ისულყა ხოლმე უი მე მირეკავ დიახ ისმენთ დიახ ისიც ჩვენ რა შეგვიძლია ჩვენ შეგვიძლია ტირაჟის გამოსვლის შემდეგ შემოვიტანოთ არა გასაგებია ყველაფერი გასაგებია ნუ ყვირით სამსებით არ არის საჭირო ყვირილი ყველაფერი გასაგებია კარგით პრობლემები გვაქვს რა მოხდა რა სტამბიდან იყვნენ 1 საათში 2000 ლარს არ შემოვიტანთ და სხვა კლიენტები ზღავს და იმის ტირაჟს დავუჭდით რა აი მე არ მჯერა აი მე რა უნდა ვქნათ რა უნდა ვქნათ რობიკო რა რობიკო დოჩი რა რობიკო დოჩი რა კაცი ხელს აწერს და მივიდე და 2000 ლარი ხო არ გაქვს ხო ეგ არის შენი წარუმატება გადასარევი ხო აბარა კაცი ხელს აწერს ამიტომ კარხასიაძეა ეხლა უნდა მიხვიდე და სთხოვა 2000 ლარი და აუცილებლად მოგცემს აბა საქართველოს ფეხბურთის მწვრთნელთან შეხვიდე თამაშის მერე კი არ მოგცემს მართალია მიდი დროს ნიკო შეხარ ხოლმე არა არსებობს რაღაც არა ნიკო დამიჯერ მარტო მიულოცეთ ჩვენგან ხო ჩვენ ბატონ ნატას და ბატონ რობიკოს გაბედნიერება უთხარით რომ მიყვნენ ჯამრთელნი ბედნიერნი და წლის თავზე ძეობა და ნათლობა მიგველოცოს მათთვის რა აბა ჩამოვედი თუ არა მე და ნიკა კვიპროსიდან ესეთი ამბავი დაგხვდა თუმე მოყავს ცოლად ის ნატა რა უცნაურია ესე უცებ ხო აი ესე უცებ ადგა და მოყავს ვიცი დანიშნულებიც არ ყოფილა ეხლა აწერენ ზუსტად ხელს და მე არსად არ მივდივარ აუ კაი რა ნინი რა აუ ისე ხო ნინი ტეხავს რა ტეხავს ზუსტად მაგიტო არ მივდივარ გაგიჟდი მე მგონი აუცილებლად უნდა წახვიდე შენ ნუკა ამ ყველაფრის წინააღმდეგი ვარ მე და არ მივდივარ არსად მეთქი ისე აფსუსნა ნუკა ამა შენი რომ აწერდეს ხელს რამდენ კალორიას მიიღებდი არა აი მე კიდე პირიქით ვარ გიჟდები ქორწილებზე აი შაბათკვირას თუ არავინ დაგპატიშა სახში უყურებ ხოლმე ნათესავების ქორწილებს ავა გინდათ ხო გუკა რა ფრიდონ შენ ხარ ნაიცი რა არის არ მცალია საქმეზე ვარ წავედი რა შარდენზე კი მოვა ახლა ფრიდონ კარგი მე გოგოებო წავედი კარგი რა თქმა იყავი კარგი დაჩი რა გთხოვ რა კარგი რასაც გეჩქარება იყავი რა მე არა გოგოებო ძალიან მეჩქარება უნდა წავიდე კარგი ეს ხარო ბოზანდა საწაეტრა ეხლა მე წაეტრაოდე და მაგიტერს ვიღაც ბიჭმა დაურეკა ესეც დახამდა და წავიდა ასე ხართ აი ოღონდ ვინმე დაპატია რა ვერ ბიტან ეგეთ გოგოებს მეც როდამდე უნდა ცხოვრობდეს ასე როდამდე უნდა ცხოვრობდეს იმით რომ წეწავს კაცებს რა მე თან შარდენი რო გაიგოს თუ გადაირია
მაჭიღებს ანგარებიანით. ბატონო რობინზონ, თანახმა ხართ თუ არა, ცოლად შეირთოთ ქალბატონი ნატა და იყოთ მისი ერთგული მთელი ცხოვრება. ჟურნალის გამოცემა გვივარდება ფული გჭირდება. მე რამდენად უნდა მომმართოთ ერთი და იგივე პრობლემით. ბატონო? არა, თქვენთვის არ მithქვამს, თანახმა ვარ მეთქი. ხო და მაშინ მომეც ფული თანახმა. ესე იგი თანახმა ხართ. არა, ეხლა არ გამოვა. ბატონო? თანახმა ვარ. გვიანდება. მე უნდა გადავდოთ მეთქი, ყველაფერი გითხარი. ბატონო რობინზონ, ჩამოყალიბებული ყავით და ისე მოსულიყავით. ჩამოყალიბებული ვარ. თანახმა ვარ, უბრალოდ თქვენ არ გელაპარაკებით. მაშინ თქვენი ბეჭედი თუ შეიძლება. ეხლა თუ არ მომცემთ ხუს ჟურნალს ვერ გამოვცემთ და მე თქვენ ბეჭედი გთხოვეთ გენაცვალე. უკაცრავად ბეჭედი. სულ გამოვირჩე. აი ბეჭედი. კიდევ ერთხელ მოხალ და ისოდე თავს არ ვიცი რა გიზავს. ბატონო? არა, თქვენ არა, აი ამ ბიჭს უთხარი. ძალიან დიდი მადლობა. თქვენ რა შუაში ხართ გენაცვალე? არა, არაფერი თქვენ გაგზავნეთ. ბატონო რობინზონ, აი აქ მოაწერეთ ხელი. გვარი გარკვევით ქალბატონო ნატა. ესე იგი კარაპეტიანი. მაშ ასე დღეიდან თქვენ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად ოფიციალურად ითვლებით მეუღლეებად. გილოცავთ ბედნიერებას და გამრავლებას გისურვებთ. სად არის ნიკამდე ხანს? არა, რატომ არ ჩანს? ადამიანს რომელსაც 2000 ლარი აქვს და აღარ ჩანს, ეს შენ არ უნდა გიკვირდეს დოლჩე? არა, მე საერთოდ არ მიკვირს, უბრალოდ ისე ვიკითხე რა. ამასთან მოგვარებული არის ყველა პრობლემა. ახლა? კი. ძალიან მაგარია, ძალიან გამახარე. დიდხანს იტირე? ეს შემიძლია უკვე გადავაგზავნო სტამბაში. ამას მე გადავავლებ. გადავაგზავნე პირდაპირ ამას არ არის საჭირო ნიკუშ, ძალიან მაგარია მემენდე რა. არა, დაწმუნებული ვარ, მაგრამ მაინც გადავავლებ თვალს. არა, ეხლა არც ეგ არის პრობლემა. მე რა სათაური შუაშია. შენ გაგიჟდი ვაშა? ის რა არის? სათაური უნდა იყოს აუცილებლად ყდაზე წესიანი. რაღაც ჩვენ ბიჭებმა ვიფიქრეთ რომ ეს უფრო ორიგინალური იქნებოდა რა. მე უფრო ორიგინალურ რამ მოვიგონე, აი სათაური კროსვორდის კითხვაში რომ ყოფილიყო. ხო, ნუმერაცია რატო იწყება ბოლოდან? იცი შენ თვითონ არ თქვი რომ ჟურნალი, ჩვენი ჟურნალი სხვა ჟურნალებისგან განსხვავებული უნდა იყოს. ამიტომ ესე მოვიფიქრე. ხო მაგარია. არ არის მაგარი და ძალიან მაინტერესებს პირველ გვერდზე ჰოროსკოპი რატო არა. საგარეულმა დამირეკა და მთხოვა. მომისმინე ნოდარ კიდევ ერთხელ აგიხსნი რა ხდება. პირველი გვერდი არის სკანდალური ინფორმაციისთვის. ეს არის განკუთვნილი ნიუსებისთვის. გესმის? ანუ ნიშნულოვანია პირველი რახან არის, ესე იგი საჭიროა პირველი რომ იყოს. იქ თავსდება როგორც წესი სკანდალური ინფორმაციები, როგორც აღნიშნე. აი მაგალითად როგორიც არის ესეთი ხმამაღალი მოვლენა თბილისში, რობინზონ ჭელიძე და ნატა კარაპეტიანი უკვე ცოლ-ქმარი არიან, ან რაღაც შრიფტი რატო არის დახრილი? შრიფტზე ამოწოლებაც რომ კარგად წაიკითხა რა. კარგია. აი ეს ახალგაზრდა ვინ არის? ვინმე მითხარით. ვინ არის? ჩემი ბიძაშვილია.
რატომ არის ჩემ ჟურნალში შენი ბიძაშვილის ფოტო? ანგელა მერკელს არ გავს? არ გავს. კარგი, ეგ საკითხი გავარკვევით. მაინტერესებს რომელიმეს გინახავთ ოდესმე ჟურნალი, რომლის პირველი 15 გვერდი აქვს დაკავებული კროსვორდს. აქ მე არ გეთანხმებით, ნიკა. არსებობს ჟურნალები, სადაც ყველა გვერდზე კროსვორდია. ინოდარ არსებობს ასეთი ჟურნალი, მაგრამ მას ქვია კროსვორდი. გასაკითხია. სხვა საკითხი არის ის, რომ არაფერ არ ვარ ჟურნალი და არის გადასაკეთებელი თავიდან ბოლომდე. კულტურის და მეცნიერების გვერდი ნახეთ? კი, ნახე. იდიოტობა, ნოდარ, იდიოტობა. რა არის იდიოტობა? კულტურა და მეცნიერება არის იდიოტობა? არა. ეხლა რა ხდება? კულტურა და მეცნიერება იდიოტობა არ არის. თქვენი შედგენილი გვერდი არის სრული იდიოტობა. სხვა საკითხი. ჟურნალის გამოცემა ერთი კვირით გადაიდო. რატომ მე არ გესმის? ვაშა გესმის შენ რატო გადაიდო? კი. მე რა გესმის რატო გადაიდო? კი. ამასაც ესმის. შენ რატო არ გესმის აბა ამიხსენი? მე მომწონს. რა მოგწონს? რა მოგწონს მითხარი? სავსებით გარკვევით და გასაგებად ავხსენი მე მრავალჯერ, რომ ჟურნალი უნდა იყოს სკანდალური, უნდა იყოს საინტერესო, მაგრამ მსგავსი არაფერი არ მინახავს ჩვენ ჟურნალში. სად არის აქ სკანდალი? პრეზიდენტის გვერდი ნახე? ხო. ნუ წინააღმდეგი მარ მე ყველაფრის და მაშინ თეკვა გახდა საოპერაციო. ნინი. მაშინ კომპოტებს და მურაბებს აკეთებს და აწარმოებს. არ მოგიდგენიათ აი ხვდები პროსტა.